სახელითა მამისათა და ძისათა და დღეს თქვენ მოისმინეთ სახარება, რომელსაც არაერთი მახარებელი ეხება ხოლმე. ეს ძალიან საგულისხმო სახარება მომენტია, ის როდესაც საკრებულოს, ანუ სინაგოგის ხელმძღვანელი იაიროსი მიდის ქრისტესთან, მუხს მოიდრეკს, თაყვანს ასცემს და ცრემლით ევედრება, რომ უფალო ერთადერთი ქალიშვილი მყავს 12 წლისაო და ისაო მიკვდებაო, გეხვეწებიო, წამოყევი სახში და გადამირჩინეო. მაცხოვარ მოთხრა კარგი და გზაში რომ მიდიან ამ დროს მაცხოვარი გაჩერდება და ვინ შემახომეო, ვინ შემეხომეო და ამ დროს მის გარშემო ძალიან ბევრი ხალხია. პეტრე მოციქულს უკვირს რომ უფალო, ამდენი ხალხი გეხებაო და როგორ ამბობ, ვინ შემეხომეო? არაო, მე რო შემეხესო, ვიგრძენიო, ძალა გავიდა ჩემგანო და იქ ვეღარ დაფარა ერთი სისხლმდინარე ავადმყოფი დედაკაცი იყო, რომელსაც სისხლის დენა ვერაფრით ვერ შეეჩირებინა 12 წლის განმავლობაში და წარმოიდგინეთ, მას რწმენით გაუფიქრებია, რომ მე შევეხები მის სამოსლის ფოჩსაო და განვიკურნები და მართლა შეეხო თუ არა, განიკურნა. და ანუ განხმა იგი დენა სისხლისაიო და მიხვდა ეს დედაკაცი, რომ არაფერი დაიმალებოდაო და სინანულით, შიშით ეუბნება, რომ აი უფალო, მე ვარო ესა, ვინ შეგეხე შენაო, რომ და ყველაფერი მოუყვა, რომ მთელი ჩემი მონაგებიოს ექიმებში დავხარჯეო და ვერაფერმა ვერ მიშველაო და აი შენ შეგეხეო და მაშინათვე განვიკურნეო. და შეშინებული იყო ეს დედაკაც და ჰოი დედაკაცო, დიდარ სარწმუნოება შენი, სარწმუნოება შენ მან გაცხოვნა, შენ უთხრა მაცხოვარმა და ეს საკმაოდ ხანძრული პროცესი იყო და ამ დროს მოვიდნენ ამ იაიროსის სინაგოგის უფროსის მსახურები და უთხრეს, რომ ნუღა შეაწუხებო მოძღვარსაო, იმიტომ რომ შენი ქალიშვილი უკვე გარდაიცვალაო. და წარმოიდგინეთ რა დაემართებოდა ამ იაიროსს, მაგრამ თავი შეიკავა და მაცხოვარმა ხო გაიგო ეს ყველაფერი და უთხრა, რომ ნუ გეშინია მხოლოდ გწამდესო და გააგრძელეს გზა და რომ მივიდნენ უკვე გლოვობენ აი ამ ახალ გარდაცვლილ გოგონას, 12 წლის გოგონას და მაცხოვარი ეუბნება აწყნარებს, ნუსტირით ხარ თუ მას ზძინავსო და ბასრობდნენ მას, რომ ანუ უბრაზდებოდნენ, რადგანაც იცოდნენ, რომ ნამდვილად გარდაცვლილი იყო. შემდგომ ამისა მაცხოვარი ყველას გარეთ გამოუშვებს, დატოვებს დედმამას და თავის სამ რჩეულ მოციქულს, პეტრეს, იოანეს და იაკობს და მაუ აღსდე კითხვის და აღსდგება აი ეს 12 წლის გოგონა და აჭამეთო და მართლაც აჭმევენ და ანუ ეს სასწაული კვდრით აღდგომისა შესრულდება აი იმ დღეს. ეხლა იბადება კითხვა, რაზე მიგვანიშნებს დღევანდელი წაკითხული სახარება? მიგვანიშნებს ბევრ რამეზე. პირველი რომ სიკვდილი ყოველთვის ყველგან არის ჩასაფრებული. სიკვდილმა არ იცის არც მოხუცი, არც ახალგაზრდა. რამდენი ახალგაზრდა წასულა და მოხუცი დარჩენილა, ხო? ამიტომ ის კი არ არის საშიში, ვინ როდის ფავორისა, ვინ როგორ წავსდგეს ღვთის საშინელ სამგზავრო წინაშე. მეორე, რაზეც უნდა გავამახვილოთ ჩვენ ყურადღება, ეს არის ის, რომ რწმენა, რა რწმენითაც შეეხო ეს სისხლდინარე დედაკაცი. წარმოიდგინეთ ეხლა თქვენ, რომ აი სექტანტები რომ ამბობენ, რომ აი ეს ხატები არის კერპები და კერპთაყვანისმცემლები ხარ თქვენო. ხატი წმინდა მამების აზრით ეს არის სარკმელი ცათასასუფეველში გაჭრილი და მრავალი სისხლდინარე, მირონდინარე, სასწაულთმოქმედი ხატი ვიცით ერთი შეხებით რომ განუყურნია ადამიანები და ის სწორედ დასაბამი აი აქედან მიეცა რომ ქრისტეს შესამოსელის პოჩს რო შეეხო ყისიერად განიკურნა. რატომ? თავარია რწმენა და ის სიწმინდე ყისიერად კურნავს ადამიანს.
მესამე რაც უნდა გავამახვილოთ ყურადღება მოთმინება რა მოთმინებაც გამოიჩინა იაიროსმა რომ წარმოიდგინეთ მისი შვილი აი სიკვდილის პირას არის ამ დროს მიდიან ხალხი ბევრი და ამ დროს მაცხოვარი ჩერდება და ვინ შემეხომეო ანუ დაიწყებს გამოკითხვას დაიწყებს მოციქულებთან საუბარს ამას თავდაბლობით მოთმინებით ღებულობს და უფრო მეტიც როდესაც ეთქვენ აი შენი შვილი გარდაიცვალაო ამასაც ღებულობს ჩვეულებრივად გაგახსენებთ იმას რომ იაიროსი საკრებულოს არო სინაგოგის უფროსი ძალიან კარგად იყო გათვითცნობიერებული იმაში რომ მღვდელმთავრები საკრებულოდან აგდებდნენ ყველას ვინც კი მაცხოვართან მივიდოდა და ვინც კი მას თაყვანს სცემდა და ვინც მას ზეთხთვისად ღებულობდა მესიად ღებულობდა მან ეს არაფრად არ ჩააგდო თავის შვილი ესე დღეში იყო არა მარტო მივიდა მუხლი მოიყარა მის წინაშე და სთხოვა რომ განმიკურნევ ერთადერთი ქალიშვილი მიკვდებაო რა თქმა უნდა ამ მოთმინებამ ამ რწმენამ გამოიღო ნაყოფი და გარდაცვლილი ქალიშვილი გაუცოცხლა მაცხოვარი და ჩვენ უნდა გვახსოვდეს მუდამ შეუძლებელი არაფერი არ არის მოწმენისთვის ყოველივე შესაძლებელია შეიძლება ეს ფრაზა ცოტა ზედმეტად მოეჩვენოს ვინმეს როგორ არის შესაძლებელი ნამდვილად შესაძლებელია აი მთების გადაადგილებაც კი შეუძლია წმინდა ადამიანს ერთი სიტყვით ყდრების აღდგენაც ქრისტე ამბობს რომ ჩემი მიმდევრებიო ჩემზე უფრო მეც გააკეთებენო სასწაულებსაო და არ გაგიკრიბებთ ეს ნამდვილად ასია ხო ასე რომ უნდა გვახსოვდეს უფალი მეფობს და უფლის მეფობაში ჩვენ საკუთარი ნებით თავდაბლობით რწმენითა და იმედით სასუებით უნდა ჩავერთოთ თუ კი ასე ჩავერთობით უფლის დიდებაში უფლის მეფობაში მერწმუნეთ რომ ჩვენ ამ ქვეყანაზეც ბედნიერები ვიქნებით და როცა უფალი ნებებს იმ ქვეყანაზეც უფალთან ენით გამოუთქმელი გონებით მიუწვამელ ბედნიერებაში გადავართ ღმერთმა გვაღირსოს ეს ამინ გაგახსენებთ რომ პარასკევს არის მთავარ ანგელოზობა და ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენთან იქნება წირვა როცა შეგეძლებათ მოგზავნით ეზიარეთ წინა დღეს 3-ის ნახევარზე იქნება პურის კურთხევაზე ისწრება და იმ დღეს 9 საათისთვის დაიწყება წირვა მთავარ ანგელოზობა არის დღესასწაული რომელიც არა მარტო მთავარ ანგელოზების განდიდებას არამედ უსხეულთა ზეცსა ძალთას თვითონ ჩვენთაგანს რო ანგელოზი ყავს ხო აი ნათლობის დღიდან მონიჭებული უფლის ბრძანებით რომ აი უფალმა ჩვენ ნათლობის დროს დაუშვა რომ ეს ფარველი ანგელოზი დღედაღამ ჩვენთან არის ჩვენ გძინავს მას არ ძინავს ჩვენ ფსავჭავთ ის არაფერს არ აკეთებს ჩვენ გასაცდელშივაც ის გვეხმარება ჩვენ ლოცულობთ ის ხარობს და ყველაზე დიდი სიხარული მისთვის არის როდესაც ადამიანი რომელიც წარმოიდგინეთ მთელი ცხოვრება ღვთის დიდებაშია და მერე როდესაც მოხდება ასე ვთქვათ მისი სამსჯავროზე გასვლა და ის გამართლება ცათასასუფეველში მიიყვანენ როგორი დიდი სიხარული იქნება ფარველი ანგელოზის მხრიდან როდესაც მის ყოფ აი ამ ადამიანის სული ცათასასუფეველს დაიმკვიდრებს როგორი სიხარული იქნება და როგორი მწუხარება იქნება იმ ანგელოზისა რომელიც მთელი ცხოვრება ადამიანს ფოფინებს მთელი ცხოვრება ადამიანს ასე ვთქვათ ცდილობს რომ აშოროს ბოროტი და სწორ გზაზე დააყენოს და მაინც ვერ შეაგნებინებს და ბოლოს წარწყდება დაგვიფაროს ღმერთმა როგორი მწუხარება იქნება ამიტომ ეს დღესასწაული არა მარტო მთავარ ანგელოზების თვითონ ჩვენთან არის ანგელოზის დღესასწაულიც არის და ვეცადოთ რომ ამ დღეს გავახაროთ ჩვენი ანგელოზი ვით გავახარეთ თუკი ჩვენ ლოცვით, მარხვით, აღსარებით, ზიარებით განვადიდებთ უფალს
მადლობა შევწირავთ უფალს მის ანგელოს და აი ამ გრძნობით დავტოვებთ ტაძარს. ღმერთი იყოს ჩვენ და სრულიად საქართველოს მფარველი, ჩვენთანაც ღმერთი.